მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას და ამის გამო რაღაცა მოვახერხე მაქსიმალურად, რომ აქ ყოფილიყავი დღეს და სამუშაო მოკლედ გარემოში თქვენთან ერთად. ეხლა რაც შეეხება თვითონ თემას, სხეულის ინტელექტი, კი ბატონო, ბევრი ინტელექტი შეიძლება შეგხვედრია და ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური არის ეს თემაც და მოდი ზოგად კონტექსტ გეტყვით, მე საიდან ვსაუბრობ ამ თემაზე, იმისთვის რომ ჩვენი შეხვედრა და ეს საუბარი უფრო ღირებული იყოს. ერთი, როგორც იცით, ალბათ მიცნობთ, ან ვინც არ მიცნობთ, გეტყვით კოუჩინგში, PCC კოუჩი ვარ, მეც ანუ პროფესიონალი სერტიფიცირებული კოუჩი, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს და როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კომპეტენცია კოუჩინგში, თუმცა ამასთან ერთად მეორე ძალიან დიდი ინტერესი ჩემი არის სხეულზე დაფუძნებული თერაპია. ჯერჯერობით თერაპევტი არ ვარ, არც გეგმა უახლოეს მომავალში, მაგრამ ამ მიმართულებით ავითარებ ჩემ თავს, ესეც იმიტომ, რომ კოუჩინგში კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანო იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ, ანუ სხეულზე დაფუძნებული თერაპია არის შემდეგი მეორე მიმართულება და მესამე არის პოტენციალის კვლევა, რითიც ძალიან ვარ გატაცებული, არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ აკადემიურადაც ამ თემას ვიკვლევ. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა იქნება რაღაცნაირად ამ სამი მიმართულების კომბინაცია და ვეცდები რომ გაგიზიაროთ თან ჩემი გამოცდილება, მიგნებები, თან გარკვეული კონცეფციები ამ მიმართულებით, რაც მგონია რომ როგორც კოუჩებს შეიძლება დაგეხმაროთ და ასევე პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ მოკლედ ადამიანებს. სამი კითხვა მინდა რომ შემოგთავაზოთ, რაზეც დღეს ვისაუბრებ. რამდენადაც დრო მოგცემს ამის საშუალებას, ამ სამივე კითხვა შევეხებით. პირველი არის, რა არის პოტენციალი? მეორე, როგორ ხდება პოტენციალის გაღვიძება და როგორია კოუჩინგის როლი ამ პროცესში და ამ ყველაფერს განვიხილავ, როგორც უკვე ვახსენეთ, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკების ჭრილში, რომ ამ კუთხითაც შევხედოთ მოკლედ ადამიანურ პოტენციალს და ადამიანის შესაძლებლობებს. ეხლა მაინტერესებს ამ კითხვებიდან, რომელი რეზონირდა ყველაზე მეტად თქვენთან, რომელზე პასუხი იქნება ყველაზე ღირებული თქვენთვის. და ეს დამეხმარება ასევე მიუხვდეთ თქვენს მოლოდინებსაც. თუ რაიმე განსხვავებული კითხვა გინდათ, ესეც გამიზიარეთ, ორიანებს ვხედავ. ანუ როგორ ხდება პოტენციალის გაღვიძება. ვატყობ საერთო ინტერესების ბევრი ადამიანი ვართ აქ, იმიტომ რომ და შემთხვევითაც არ იქნება ეს როგორც წესი კვირეულზე ისე ვერ მოხვდებოდით, საერთო ინტერესები რო არ გქონდეს. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს კვლევას, აზროვნებას, მიმართულებას აძლევს. ძალიან ხშირად ვსვავ ამ კითხვას თავის დროზე პრინციპში დავსვი, იმიტომ რომ აღმოვაჩინე ჩემთვის ძალიან გასაოცარი პასუხი, იმიტომ რომ როგორც კოუჩინგში ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ რა უნარი თვისება გვჭირდება, რომ კარგი კოუჩი გავხდეთ. გაინტერესებთ რა უნარია საჭირო. ვინც დამწყები კოუჩები ხართ, შეიძლება მათთვის განსაკუთრებით აქტუალური იყოს. და ჩემი პასუხი ხშირად იყო ხოლმე ესეთი, რომ ადამიანის პოტენციალის, ადამიანის შესაძლებლობების უნდა გჯეროდეს. და შესაბამისად, მეც ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც ჯერა ამ შესაძლებლობების, რომ ყველა შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც სურს, შექმნას ისეთი ცხოვრება, როგორც შეუძლია და ასე შემდეგ და ეს იდეა ძალიან მანთებს და მამოტივირებს და ამიტომაც ვარ პრინციპში ამ პროფესიაში. და თავის დროზე, როდესაც დავინტერესდი აკადემიური მიმართულება ვახსენე, ესეთი უცნაური შედეგები, მაშინ ჩემთვის უცნაური და გასაოცარი აღმოვაჩინე, რამდენი პროცენტი ახერხებს პოტენციალის რეალიზაციას პრაქტიკულად, როგორ ფიქრობთ? თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება, ვისთანაც მისაუბრია, შეიძლება ეს კითხვა ჩემგან მოგისმენიათ, იმიტომ რომ ხშირად ვსვამ ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ შეიძლება რომ გამიზიაროთ თქვენი აზრით, ადამიანების რა პროცენტი ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზაციას. 5, 10, 20, ძალიან მცირე. 20 საკმაოდ პოზიტიური პასუხი არის, აქვე უნდა ვთქვა. კი ბატონო, ძალიან მცირედ, დაახლოებით 1-დან 3%-მდე ადამიანების ახერხებს და ეს კვლევა არის ეგოს განვითარებაზე, მე ვისაც სურვილი გექნებათ. ეხლა შევეცადე, რომ ეს აკადემიური კვლევები ნაკლებად მომეყვანა თქვენთვის, იმიტომ რომ დრო არ არის ამდენი, მაგრამ ის საკითხები, ახლა რაზეც ვისაუბრებ, თუ თქვენთან რეზონანსში მოვა დამატებით ინფორმაცია დაგჭირდებათ, მომწერეთ, როგორც წესი, მაქსიმალურად ვაზიარებ ხოლმე ესეთ ინფორმაციას მათთან, ვისაც ეს აინტერესებს.
მოკლედ 1-3% და ეს ინფორმაცია არის ერთ-ერთი კვლევიდან, რომელიც ჰარვარდში ჩატარდა და რომელიც იკვლევდა ეგოს განვითარებას და აღმოჩნდა, რომ აი ცნობიერების უმაღლეს საფეხურზე მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტი ადამიანების აღმოჩნდება ხოლმე. მაშინ ძალიან გამიკვირდა, ცივი წყალიც გადამესხა, რომ რანაირად თუ ყველა შეუძლია, რატომ ხდება, რომ მხოლოდ 1-3% ახერხებს და მოკლედ ეს კითხვა არის, რასაც ხშირად ვსვავ ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ ამან თქვენშიც რეზონანსი გამოიწვია და რაღაცნაირად შევეცადოთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სადამდეც ვარ მისული და სხეულის კონტექსტში ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ. დანარჩენი მერე ვნახოთ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ყოველთვის იცვლება და ახლდება. კარგი, სანამ გადავალთ მეორე კითხვაზე, ანუ როგორ მოვახდინოთ პოტენციალის რეალიზაცია, ჯერ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, რა არის პოტენციალი? თქვენთვის რა არის პოტენციალი? რა ასოციაცია მოგდით ამ სიტყვაზე, როცა ვსაუბრობთ? ერთი სიტყვით, ერთი წინადადებით, რომ მოიწეროთ ჩატში. თან აქვე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ხანდახან ქვემოთ ვიყურები, ხოლმე ეს იმის ბრალია, რომ ორი ეკრანი მაქვს და თქვენი გამოსახულება ჩემთან დაბლა ეკრანზე ჩანს, ამიტომ ხანდახან ესე თავი მაქვს ხოლმე ჩამოწეული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაკვირდებით. შესაძლებლობა, შინაგანი ძალა, რაც ჯერ არ ვიცი, რომ შემიძლია, შინაგანი რესურსი, რომელიც ითხოვს აქტივაციას, პოტენციალი არის აუმუშავებელი უნარები, რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, რესურსი, რეალიზაცია, რაც ძვირფასი სიტყვებია, შინაგანი ძალა, რეალურად ეგ ყველაფერი აერთიანებს ზუსტად პოტენციალს და ყველაფერი არის დაკავშირებული, მოკლედ ზუსტადად პოტენციალთან და კიდევ უფრო სისტემურად რო შევხედოთ, მოკლედ ამ ყველაფერს პოტენციალის რეალიზაცია შეიძლება დავინახოთ რამდენიმე სფეროში. ხო, აი დიდ სურათში რო შევხედოთ, ეს ჩვენი შინაგანი ძალა, ერთი წუთი, ეს ჩვენი შინაგანი ძალა შეიძლება დავინახოთ რეალიზებული სხვადასხვა სფეროში, ხო, ის რესურსები, რაზეც ვსაუბრობთ, რაც გაგვაჩნია, რა მისწრაფებებიც გვაქვს, რა შინაგანი ძალაც გვაქვს, შეიძლება დავინახოთ აი ამ სფეროებში. და რა სფეროებია ახლა ეს? პირველი ფიზიკური სფერო და ფიზიკური დონე, სადაც იგულისხმება ჩვენი სხეულის შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. სიცოცხლის უნარიანობა, აქ მოიაზრება ასევე ჯანმრთელობა, მოქნილობა, მოძრაობა. მე ვხუმრობ ხოლმე რაღაცა 30 წლის მერე ისე ვეღარ მოძრაობ თქო, მით უმეტეს თუ არ ვარჯიშობ, მაგრამ ეხლა გამოვასწორე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქტიურად განვაახლე ვარჯიში და თუ დაკვირებული ხართ და იმედია რომ აქ ვინც ხართ ბევრი სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში ხართ ჩართული ან ფიქრობთ და ამის იმედიც მაქვს რომ ამ შეხვედრის მერე კიდე სხვანაირად დაიწყებთ ამაზე ფიქრს, ჩვენი პოტენციალის რეალიზაციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წყარო არის სხეული, ხო, როგორ მოძრაობ, რამდენად ჯანმრთელად, ენერგიულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ სხეული არის ის ნაწილი და ჩვენი ფიზიკური მექანიზმი, რომელიც ამ ყველაფერს იტევს. შემდეგი სფერო არის გონებრივი სფერო, ანუ რამდენად ცნობიერი ვარ, კრეატიული, სწავლის, ანალიზის უნარი რამდენად მაქვს, რამდენად შემიძლია ჩემი გონებრივი პოტენციალის გამოყენება და სხვათა შორის სხეულთანაც კავშირში არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ სხეულს არ ვაქცევთ შესაბამის ყურადღებას, გონებრივათაც შეიძლება ისეთი რეალიზაცია ვერ მოვახდინო ჩემი პოტენციალის, რაც შემიძლია რომ გავაკეთო. ემოციური არის შემდეგი და ემოციურში ვგულისხმობ რამდენად მაქვს ჩემი ემოციების ავთენტური გამოხატვის უნარი, რამდენად შემიძლია ზოგადად ჩემს ემოციებთან ყოფნა, მათთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ხო? და სხვადასხვა რთულ ემოციებთან მათ შორის. შემდეგი სფერო არის სოციალური, ანუ ადამიანებთან ურთიერთობა უკვე, მათ შორის მსახურება ან გარკვეული კავშირების შენარჩუნება მათთან, ენერგეტიკული, რამდენად შემიძლია ჩემს ინტუიციასთან კავშირი, ჩემს შინაგან ძალასთან კავშირი და ბოლო სულიერი აქ მოიაზრება, რამდენად მაქვს კავშირი ჩემს შინაგან ფასეულობებთან, მისიასთან, რაღაცა უფრო მეტთან, ვიდრე მე თვითონ ვარ და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის
ჩვენი პოტენციალის რეალიზაციის. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ერთად ვილაპარაკოთ. დღეს ამ შეხვედრაზე ცოტათი მეტ ყურადღებას გავამახვილებ ფიზიკურზე, რადგან სხეულზე ვსაუბრობთ, მაგრამ მთლიან სურათში რო გესმოდეს, ეს არის ყველა მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ ერთ-ერთი მაინც არ მუშაობს ხოლმე და არ რეალიზდება, როგორც წესი დანაკლისი გვაქვს და მთლიან სისტემაში გავლენას ახდენს. ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ ფიქრობთ, რომელი არის აქედან ყველაზე მეტად რეალიზებული თქვენთვის? სად გრძნობთ, რომ თქვენი პოტენციალი მეტად არის რეალიზებული ამ სფეროებში? რომ მოიწეროთ თუ შეიძლება. ფიზიკურში, გონებრივი, ემოციური, სოციალური, ენერგეტიკული, სულიერი, გონებრივი, ემოციური, გონებრივი, ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, გონებრივი, გონებრივი, სულიერი და სოციალური, ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, სოციალური, მოკლედ საკმაოდ შერეული არის, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ერთ კავშირს, რასაც ვხედავ და უმრავლესობასთან მეორდება, არის გონებრივი. გონებრივი რეალიზაცია. ეს არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, რომელიც კულტურულად ჩვენთან მეტად არის დაფასებული და წახალისებული. მე თანხმებით? და ზოგადად რო შევხედოთ, სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვანაირად არის და შესაბამისად, როცა ერთ-ერთი მეტად არის წახალისებული, სხვა სფეროებს რა ემართება? შეიძლება დაიჩაგროს და ჩვენს მთლიან შინაგან მდგომარეობაზე ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სისტემური არსებები და ერთ-ერთი რომელიღაც არ არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა. კომბინაციაში გვჭირდება ამ ყველაფრის და ხშირად იმიტომ რომ გონებრივი უფრო არის ხოლმე დაფასებული და წახალისებული, ამიტომ სხვა სფეროები შეიძლება დაიჩაგროს. და ჩემი შემოთავაზება ზუსტად ეს იქნება, რომ ეხლა ამ სფეროებიდან ყველაზე მეტად სადაც გაქვთ განცდა რომ ნაკლებად ხართ რეალიზებული, თქვენთვის მოინიშნოთ, იმიტომ რომ კოუჩინგში მუშაობა იწყება ხოლმე რაღაცის შემჩნევით, ხო? საკითხი ყოველთვის პრობლემა არის, პრობლემა სანამ სახელი ქვია და როგორც კი სახელს დავარქმევთ ხოლმე საკითხი ხდება და მე ამ საკითხზე ვმუშაობთ. შესაბამისად, აქედან უკვე შეგიძლიათ მოინიშნოთ, რომელი ერთი სფერო არის ისეთი, მოკლედ, რომელიც ნაკლებად გაქვთ განცდა და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ რომ ჩატში გააზიაროთ, ძალიან საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე სად გაქვს ყველაზე მეტი განცდა იმისა, რომ შენი პოტენციალი არ არის რეალიზებული. ფიზიკურ სფეროში ფიზიკური, ნულიო თან, ფიზიკური და ემოციური თან ძალიან მეგობრობენ, იმიტომ რომ ჩვენი ემოციები სხეულში ცოცხლობენ და ძალიან მიხარია თან ამ კუთხით ამას რომ ამბობთ, რადგან ჩვენი თემა დღეს ეგ იქნება. ემოციური, სულიერი, ფიზიკური. მოკლედ, ფიზიკური ჭარბობს და შემოთავაზება ჩემი ეს იქნებოდა, რომ თქვენთვის სამუშაოდ მოინიშნეთ ეს სფერო, ეხლა სად ხართ, რა ეტაპზე ხარ და რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი, ხო? იმიტომ რომ ფიზიკურობაში ძალიან ბევრი რაღაცა მოიაზრება. არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა, არამედ რამდენად დროს უთმობ ფიზიკურ აქტივობას, რამდენად კარგად ვიკვებები, რამდენად დროს უთმობ ზოგადად ჩემს სხეულს, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ერთ-ერთი ისეთი ასპექტი არის ჩვენი, რომ ძალიან მეორე პლანზე შეიძლება იყოს გადაწეული, არა და ჩვენი პოტენციალის რეალიზაციაში ძალიან დიდი წვლილი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი გონებაც და ყველაფერი სხეულში ხდება. და სხეულში მიმდინარეობს. კარგი, ეხლა გადავიდეთ, მოდი შემდეგ კითხვაზე და დაუახლოვდეთ ცოტათი მეტად იმ კითხვას, რასაც ქვია, როგორ ხდება ჩვენი პოტენციალის რეალიზაცია. და იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ხდება რეალიზაცია, ჯერ ვნახოთ რა არის ზოგადად და რა უშლის ხელს მერე პოტენციალის გახსნას. აი, რომ წარმოიდგინოთ, მე ძალიან მიყვარს სტრუქტურულად რაღაცების დახაზვა და პოტენციალზე როცა ვფიქრობ ხოლმე, ჩემს ვიზუალში და რაღაცა ხატში ესე მეტაფორულად თუ ვიზუალურად ესე გამოიხატება და მგონია რომ ეს წრეები რაღაცნაირად რომ თუნდაც რაღაც სიტუაციაში როცა არ გაქვს ბოლომდე განცდა რომ შენი თავი გამოხატო, მე ყოველთვის მახსენდება ხოლმე ეს წრეები და ეხლა აგიხსნით რას გულისხმობ. და პოტენციალი არის ზოგადად კოუჩინგში ხშირად ვამბობთ ხოლმე და ალბათ გსმენიათ, ხო? შექმენი შენი თავის საუკეთესო ვერსია.
და მეც ძალიან ხშირად გამომიყენებია ეს ფრაზა თავის დროზე. რამდენად გეცნობათ, მანიშნეთ, შექმენი შენი თავის საუკეთესო ვერსია. სინამდვილეში და კავშირში არის პრინციპში პოტენციალის გახსნასთან და როცა პოტენციალზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ის, რასაც ვქმნით. პოტენციალი არის ის, რასაც აღმოვაჩენთ. ანუ ჩვენში არსებობს, დაბადებიდან გვაქვს, მაგრამ შემდეგ რაღაც ემართება ხოლმე აი ამ ყველაფერს. და რას გულისხმობ? ანუ პოტენციალი, მისწრაფება, გამოცდილება, რაც მინდა რაღაცა კუთხით განვიცადო ცხოვრების მანძილზე, ეს არის ჩემი სასიცოცხლო ძალა, მისწრაფება, ჩემი შინაგანი ფასეულობა, რაც მამოძრავებს ძალას მაძლევს და ეს გვაქვს, მაგრამ შემდეგ ცხოვრების განმავლობაში ეს ყველაფერი ესე დაიმალება ხოლმე რაღაცა გარკვეული გამოცდილებებით. და ამას ვეძახით ჯავშანს, რომელიც იქმნება ჩვენი ცხოვრების მანძილზე. და ეს პოტენციალი ექცევა ამ ჯავშნის ქვეშ. და როცა მინდა რომ გამოვხატო ეს პოტენციალი, რაღაცნაირად არ გამოდის, იმიტომ რომ ამ ჯავშანში არის შექმნილი, ჯავშანში არის დამალული და მოქცეული. თუ გაქვთ რაიმე განცდა, ან რა აზრი მოგდით, როცა ჯავშანზე ვსაუბრობ, რა შეიძლება იყოს ეგ ჯავშანი? გარემო, ბარიერები, ბლოკები, კომპლექსები, შიში, სიმორცხვე, შემზღუდველი რწმუნებულებები. კი ბატონო, დაბალი თვითშეფასება. ეგოს ნიღაბი, ეგოზეც გადავალ, იმიტომ რომ ეგოც ძალიან საინტერესო არის ამ პროცესში. ჯავშანი ამ შემთხვევაში არის ის ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, კავშირში არის ჯავშანთან, ანუ ჩვენი წარსული გამოცდილების შედეგად შექმნილი მექანიზმი, რომელიც ცდილობს, რომ დამიცვას ტკივილისგან. ხო, ანუ წარსულში რაღაცა გამოცდილება მქონდა, მაგალითად და რა ტკივილისგან, როცა ჩემი ბუნებრივი თვითგამოხატვა არ იყო წახალისებული, ვერ მივიღე სიყვარული, ან არ იყო წახალისებული ის ბრაზი თუ რაღაცა სურვილები და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ხო, როცა ბავშვი კვლევას იწყებს, მოკვლევას, ძალიან ხშირად შეიძლება უთხრათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, ან ისეთი სიყვარული ვერ მისცეს მშობელმა, როგორიც მას სჭირდება და ეს ყველაფერი იწვევს ხოლმე ჯავშნის შექმნას. და სირცხვილიც მათ შორის ერთ-ერთი ჯავშანია, რაც ვახსენეთ, იმიტომ რომ სირცხვილი პირდაპირ არის ისეთი ემოცია, რომელიც მეუბნება, რომ მე არასწორი ვარ. შესაბამისად, როცა მინდა პოტენციალის გამოვლენა, გამოხატვა და როცა არის სირცხვილი იქ, აი პირდაპირ ესე ეკრის ხოლმე, ხო? თითქოს ვიცი რაღაცა მეტი შემიძლია, რაღაცა დიდი შემიძლია რომ გავაკეთო, მაგრამ რაღაც არ მიშვებს ამ პოტენციალის გამოვლენას რაღაცა ხელს უშლის. აი ზუსტად ესე მუშაობს ეს ჩვენი ჯავშანი. ამიტომ როცა პოტენციალის გახსნაზე ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავიაზროთ აი ამ ჯავშნის არსებობა. და სხვათა შორის თავისი ადგილი აქვს ხოლმე სხეულში. მოდი ესეც გავაკეთე, შეიძლება საინტერესო იყოს, შეგიძლიათ დასკრინოთ და შეინახოთ, როგორ ფორმირდება, რა ეტაპზე ვითარდება ეს ჩვენი ჯავშანი და რა ახდენს ხოლმე ჯავშნის ჩამოყალიბებაზე გავლენას. ერთი წუთი. ჩანს ხო თქვენთან, იმიტომ რომ ჩემთან აჩვენებს თითქოს არ ჩანს და დამიდასტურეთ, რამდენად გამოსახულებაზე გიჩანთ. ჯავშნის ფორმები ჩანს გვანცა. კი. ანუ ნახეთ, ჯავშანი იწყება ზოგადად საწყისი თვეებიდანვე, მაგრამ როგორც სხეულზე ორიენტირებულ თერაპიულ მიდგომებში არის, მუცლად ყოფნის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად ყალიბდება, მოკლედ ეს ჯავშანი. და ტიპური წყაროები რა არის? მაგალითად, ის და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კონტაქტის არ ქონა. დედასთან, ან ემოციური კავშირი როცა არ მაქვს, ან ეს ძალიან დისტანციური ან ცივი არის. და როგორ შეიძლება ეს ჯავშანი სხეულში ვიცნოთ და დავაკვირდეთ და მოდუნებული არის სხეული როგორც წესი. ამ დროს და ეს პერიოდი ანუ დაბადებიდან 1 წლამდე არის დაახლოებით, ხო, როდესაც ეს კონტაქტის არ ქონა ესეთ გავლენას ახდენს. შემდეგ არის, როცა უკვე ბავშვი ცოტა იზრდება და კონტროლი აკრძალვა შემოდის ძალიან ბევრი.
ეს ქმნის ჯავშანს, ესეც ქმნის ჯავშანს და სხეულში როგორ შეიძლება ეს ჯავშანი ვიგრძნოთ. ძალიან ხშირად არის ხოლმე აი ეს ზედანაწილი, კისერი, ყბა არის ძალიან დაჭიმული და ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან, რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო? და რაღაცა კუთხით თითქოს კონტროლის პროგრამა არის გაშვებული. და ყველაზე მეტად ზოგადად ეს ჯავშანი იცნობა ხოლმე სხეულის დაჭიმულობაში, კუნთების დაჭიმულობაში. არ ვიცი თქვენ თვითონ ამდენად გქონიათ ეგეთი შემთხვევა, მაგრამ აი ეს დაჭიმულობა, დაძაბულობა არის და ვერც ხსნი, თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება გარშემო, რომ სანერვიულო კონდეს, მაგრამ დაჭიმული ხარ, ხო? ეს შეიძლება მიუთითებდეს ზუსტად აი ამ ჯავშნის შესახებ და თან აქ საინტერესო რა არის, რომ ეს ჯავშანი რო ჩამოყალიბდა წარსულში, ეხლაც აქტუალური ხდება. ანუ სხეულს ამახსოვრდება, მანამ სანამ ამის განკურნება, გათავისუფლება არ მოხდება, სხეული იმახსოვრებს ხოლმე და დღესაც დაჭიმულია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ემოციური კონტაქტიც აქვს, გადასარევი მოსიყვარულე ოჯახი ყავს და ასე შემდეგ, ეს ჯავშანი მოკლედ სხეულში მაინც არის და ბოლომდე საკუთარი თავის გახსნას ამ პოტენციალის გამოვლენას ხელს უშლის. შემდეგი არის ბრაზის ჩახშობა და როცა ავთენტურობის შიში მიჩნდება, ანუ ბავშვები როცა იწყებენ საკუთარი საზღვრების რაღაცნაირად მონიშნვას, არას თქმას, 2 წლიდან არის ხოლმე ეგ პერიოდი, ვისაც ყავთ ხო არ ყავთ. მაგასაკის ბავშვები ნაცნობი იქნება, ყველაფერზე ფეხებს აბაკუნებენ, არას იძახიან და როცა ამას ვახშობთ ხოლმე ჩვენ ამ ესეც ხელს უწყობს რაღაცა ჯავშნის ფორმას. ანუ ეს იმდენად ტკივნეული არის ბავშვისთვის, სიგნალი არის, რომ არ შეიძლება შენ როგორიც ხარ, ეს არ არის მიღებული და არ არის კარგი, სირცხვილიც აქ იბადება. რაღაცა ჯავშანს აიშენებს, რაღაცა აკობში ჩაჯდება იმისთვის, რომ ეს არ ეტკინოს. ეს ტკივილი არ იგრძნოს და სხეულში ეს ყველაფერი გადადის ხელებში და გულმკერდის არეში გვაქვს ხოლმე დაჭიმულობა. ან კოლაფსი რაღაცნაირად აი ჩამოშლილია ხოლმე თითქოს სხეული და აი ესე არის მაგ დროს რაღაცნაირად ადამიანი თითქოს მოხრილი. მერე კიდე რო გავიზარდეთ იდენტობის უარყოფა, დაცინვა, სხვადასხვა უკმაყოფილებების გამოვლენა თუ არის, ესე არ შეგიძლია იმას რა კარგად გამოდის, შეხედე ის როგორ კარგად ხატავს, შენ რა დაგემართა, ის რა კარგად სწავლობს, იმან ამდენი ლექსი იცი, შენ რატო ამას ვერ აკეთებ? ესეც აყალიბებს შემდეგ მნიშვნელოვან ჯავშანს და ეს არის უკვე მუცლის არეში არის ხოლმე დაჭიმულობა და დაძაბულობა. ეხლა coaching და თერაპიას შორის სხვაობა რო დავიჭიროთ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ის, რომ ხშირად აი ეს კითხვაც ისმება ხოლმე, არ ვიცი თქვენთვის რამდენად აქტუალური არის coaching და თერაპიას შორის სხვაობა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ის არის, რომ თერაპია უფრო ორიენტირებული არის ამ ჯავშნის ლღობაზე. ხო, ანუ დავიჭიროთ, დავინახოთ კარგად ეს ჩვენი ჯავშანი, რაც ავაშენეთ სამყაროსთან ურთიერთობის გზაზე და გავალღოთ იმისთვის, რომ ჩავიდეთ ჩვენს ნამდვილ ავთენტურ ბუნებასთან. და coaching-ის ფოკუსი უფრო მეტად არის პოტენციალზე ორიენტაცია. ანუ ჩვენი პოტენციალის მაქსიმალიზაცია. უბრალოდ ამ პროცესში ხშირად ხდება ხოლმე ის, რომ რადგან ეს ჯავშანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, პოტენციალის გამოვლენას ბოლომდე არ უწყობს ხელს. ხო, ანუ ძლიერია ეს ჯავშანი და მე კი ვეუბნები ადამიანს, ვანახებ ამ პოტენციალს, რომ შეუძლია მიზანზე ვმუშაობთ, ვიზუალიზაცია გავაკეთეთ, მაგრამ რაღაცა არ უშვებს ხელს. ვინც პრაქტიკოსი კოუჩები ხართ, ამდენად გქონიათ ეგეთი შემთხვევა. ხო, ანუ მიზანით დაისახა, კარიერული იქნება, პირადი იქნება, მაგრამ მოქმედებაში არ გადაიტანა. ან ბოლომდე არ აქვს რაღაცა თითქოს ბოლომდე ძალა არ აქვს ეს ყველაფერი რომ გააკეთოს. ან გააკეთებს, მაგრამ მალევე უბრუნდება თავის აი რაღაცნაირ საწყის მდგომარეობას და ისე უძრაობაში გადადის. ხო, ანუ ამ პროცესში და ხშირად ეგრეც ხდება ხოლმე, რომ კიო, ანუ ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს შეიძლება იყოს და სხვათა შორის, როცა coaching-ში ეთიკური საკითხი არის, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა ვატყობთ, რომ ადამიანში ბევრი ესეთი წინააღმდეგობები არის, ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ თერაპიული ჩართულობაც გვჭირდება. მაგრამ აქაც საინტერესო არის ის, რომ ძალიან ხშირად coaching-ური მუშაობის პროცესში, როცა პოტენციალზე ვაკეთებთ კონცენტრაციას, ეს შინაგანი რესურსი, როცა იზრდება, ეს იმდენ ძალას აძლევს ადამიანს, რომ შეიძლება გაარღვიოს ეს ჯავშანი შიგნიდან. აი, ხო წარმოიდგინეთ ესე არის. ანუ პოტენციალი გვაქვს, ჯავშანმა მოაქცია რაღაცა დაფარა, დამალა და როცა ამ პოტენციალთან კავშირდებით ხოლმე, აი რაღაცნაირი ესეთი გახსნა შეიძლება რომ მოხდეს.
ესეც ხდება, მაგრამ ყოველთვის არა, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ამ ჯავშნის გალღობა შეიძლება აქტუალური იყოს. ეხლა ამას რატო ვსაუბრობ? კოუჩინგში, როგორც ვთქვით, ხა თერაპიისგან განსხვავებით, კოუჩის მთავარი ფოკუსი არის უფრო პოტენციალის რეალიზაცია და მთავარი განმარტებაც გეცოდინებათ, ხო, ICF-ის მიხედვით რაც არის, რომ ეს არის აზროვნების პროცესში პარტნიორობა, რაც ხელს უწყობს პოტენციალის მაქსიმალიზაციას და ჩვენი მთავარი ფოკუსი არის ეს. მაგრამ როდესაც კოუჩინგში ვახერხებთ იმას, რომ რაღაცა კუთხით ეს ჯავშნები დავინახოთ, ხელს უწყობს პოტენციალთან წვდომას და ეს ჯავშნები მთავარი როგორც ჩანს, როგორც გითხარით, არის სხეულში სხვადასხვა დაჭიმულობები, რომელიც ვლინდება და თუნდაც ამაზე ყურადღების მიქცევა კოუჩს ძალიან ეხმარება. ამ ნაწილში თუ გაქვთ კითხვა, კომენტარი ან რაიმეს გაზიარება თუ გინდათ, უცებ მითხარით, სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, ან რამდენად სასარგებლო, საინტერესო იყო ის, რაც ახლა გაგიზიარეთ. რამდენად ატყობთ ხოლმე ჯავშნებს თქვენ თავს ან ადამიანებს ვისთანაც მუშაობთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს არის ის ნაწილი, რაც მეტნაკლებად გაგვივლია და განგვიცდია ადამიანებს და ძალიან ბუნებრივი არის, რომ ამასთან შეხება გქონდეს. ახლა ჩემთვის გაცილებით ხილული არის მახსოვს პირველი კოუჩინგის სესია, როცა მქონდა მე თვითონ როგორც კლიენტს და ხშირად ყვები ხოლმე ამ მაგალითზეც, ჩემი კოუჩი, მენტორი, ეხლა უკვე ძალიან მეგობრობთ და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოტრიალება მქონდა მაშინ იმ კოუჩინგ სესიაზე და მახსოვს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მისვავდა ამ კითხვას რა გინდა. და მე ვსაუბრობდი რა არ მინდა, როგორ ცუდად ვარ, როგორ არ შეიძლება რაღაცები ესე ხდებოდეს, როგორი დაღლილი ვარ და ვერც კი ვხვდებოდი რა კითხვას მისვავდა. რა გინდა არის ძალიან პოტენციალთან დაკავშირებული კითხვა და როცა ჯავშანი, დაჭიმულობა, დაძაბულობა მეტია, ამ კითხვასთან წვდომა ადამიანებს ხშირად გვიჭირს. და ხანდახან თუნდაც ეს მიმართულების მიცემა და აქეთკენ ფოკუსი გვეხმარება, მაგრამ არა ყოველთვის. ეხლა იმ სესიაში მახსოვს მე 20 წუთი დამჭირდა თუ 9 საათი, მაგრამ ხანდახან არის რომ პოტენციალთან წვდომა შეიძლება გამიჭირდეს და როგორც კი ამას ვხედავ და რამდენიმე ტექნიკას გაგიზიარებთ, როგორც შეიძლება კოუჩინგში ჩავრთოთ აი ეს ხელზე ორიენტირებული მიდგომები, უფრო მეტად გვაქვს საშუალება რომ დაუკავშირდეთ ჩვენს თავსაც და ჩვენს შინაგან პოტენციალსაც. კი ბატონო, გავაგრძელოთ მაშინ. გავაგრძელოთ. პოტენციალი არის ისეთი მიმართულება, მოკლედ მთელი დღე რო ვილაპარაკო, მე პირადად არ მბეზრდება ხოლმე. და ამის საპირისპიროდ, ჯავშნის საპირისპიროდ, აი ეგო ახსენა ერთ-ერთმა თქვენგანმა და ჯანსაღი ეგო არის ერთ-ერთი მექანიზმი, რითიც შეიძლება რომ ჯავშანზე ვიმუშაოთ. და ჯანსაღი ეგო რა არის? ზოგადად ეგოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? მოდი ეგოზე მითხარით თქვენი ასოციაცია რა მოგდით, როცა ვამბობთ ეგოს. მისი უდიდებულესობა ეგო. რა ასოციაციები გაქვთ? კარგი დადებითი. თუ არის ვინმე ვინც ფიქრობს, რომ ცუდია, ან არ გვეხმარება, ეგო არის საწყისი ათვლის წერტილი განვითარების გზაზეო. სოციალიზაცია აუცილებელია ოღონდ ჯანსაღიო. მადლობა სოფო. ცდილობ გავუგოთ ერთმანეთს. ჩემი მე, ჩემი სელფი. კი ბატონო, ანუ რეალურად გეთანხმებით აბსოლუტურად, ეგო არის ძალიან დამხმარე მექანიზმი იმ შემთხვევაში თუ არის ჯანსაღი. თუ არ არის ჯანსაღი, აი ამ ჩვენი ჯავშნის ძალიან ისეთი გამაძლიერებელი არის ხოლმე და ეგოსთან მეგობრობა, სოფიომ თქვა, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი არის.
რაღაც შემთხვევაში ეგო შეიძლება იყოს ჩაკეტილობა გეთანხმებით, მაგრამ თუ ეგოსთან მუშაობა შემიძლია ვცნობ ამ ნაწილს და ვიყენებ, რეალურად არის ჯანსაღი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ზუსტადაც მაგისთვის მეხმარება, რეალობასთან კონტაქტის საშუალება არის, ხო, ეგო რო არ გქონდეს, რეალობის აღქმა, რეალობასთან კონტაქტის შესაძლებლობა არ მექნებოდა. ეგო გვეხმარება ინტეგრაციაში, მოქმედებაში, მოქნილობაში, რაღაცა ისე თუ არ მუშაობს, რაღაცა ნაბიჯები მოქმედება რო გადავდგა, ხო, ჩემი ცნობიერ, არაცნობიერ შორის მედიატორი არის და ასე შემდეგ და ჩვენი დაცვის მექანიზმების და აი ამ ჯავშნის გარღვევა შეგვიძლია თუ ჯანსაღი ეგო მაქვს და კოუჩის როლი ზუსტად აქ შემოდის. ანუ კოუჩი არის ადამიანი, ეხლა ძალიან ცნობილი რაღაც უნდა ვთქვა. მით უმეტეს ადამიანებისთვის, ვინც ძალიან ხშირად სულიერ განვითარებაში არის, შეიძლება ცოტა სხვანაირი შეხედულება გქონდეს, მაგრამ ეს მოსაზრება, რასაც გიზიარებთ, არის ჩემი დაკვირვება და ეხლა ამ ეტაპზე მე ამის მჯერა. და მგონია, რომ ძალიან დამხმარი არის. ამ შემთხვევაში კოუჩი არის, ანუ ადამიანი, ვინც ეხმარება თავის პარტნიორს და კლიენტებს მე პარტნიორებს ვეძახი ხოლმე, ჯანსაღი ეგოს განვითარებაში, იმიტომ რომ ჯანსაღი ეგოს განვითარება არის ის საშუალება, რაც მეხმარება ჯავშანი გავარღვიო და ჩავიდე ჩემს პოტენციალთან. თუ ჯანსაღი ეგო არ გამაჩნია, შესაბამისად არ მაქვს უბრალოდ რესურსი არ გამაჩნია, რომ პოტენციალს მივწვდე. და ჯანსაღი ეგო ვითარდება ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ იმიტომ რომ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ, ყველას მშობლები გვყავდა და ისეთი მშობლები გვყავდა, როგორებიც გვყავდა, გააკეთეს ისე როგორც შეეძლოთ, ჩვენს ეგოშიც არის გარკვეული დანაკლისები. და ეს ჯანსაღი მექანიზმი შეიძლება ბოლომდე არ იყოს ისი აღჭურვილი, რომ გაუმკლავდეს აი ამ ჯავშნის გამოწვევებს და ჩაგვიყვანოს აი ჩვენ შესაძლებლობამდე პოტენციალამდე, როგორ განავითაროთ ეგო და მაგასაც გეტყვით. რამდენიმე სამკუთხედები ძალიან მიყვარს, შეამჩნევდით ალბათ, ხშირად ვიყენებ ხოლმე წრეებს, სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს და ეგოს სამკუთხედსაც გაჩვენებთ ახლა და ეს არის სამი ელემენტი, როგორც შეიძლება განავითაროთ ჩვენი ეგო და კოუჩებისთვისაც მე ვიტყოდი ეგოს შპარგალკა, რაზეც შეიძლება პრაქტიკაში ყოველთვის მუშაობა. და პირველი არის ენერგიის მართვა, კონტაქტი, აქ და ახლა ყოფნა. და ეხლა თითოეულზე რომ ვისაუბროთ და სხეულში რა ხდება ამ დროს და როგორ შეიძლება სხეულის მოქმედებებით ზემოქმედება მოვახდინოთ აი ამ ეგოს სამ მნიშვნელოვან ასპექტზე. პირველი, ენერგიის მართვა. ჩვენ როცა ეს ჯავშანი რომ მოახსენე, წარსული გამოცდილებების შედეგად აი ეს ემოციური, გამოუხატავი ბრაზი იქნება, წყენა იქნება, სირცხვილი თუ რა, ჩვენს სხეულში იმალება და ჩერდება დაჭიმულობის სახით. აი ახლა უცებ სკანირება რო გააკეთოთ, აი ერთი წუთი მოდი სხეულზე გადავიტანოთ ყურადღება. თვალები მოადუნეთ, დახუჭვა არ არის აუცილებელი, უბრალოდ ღრმად ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. და ტერფებიდან რომ მოყვეთ და დააკვირდეთ სად არის რაიმე დაჭიმულობა ან დაძაბულობა. წვივებს, მუხლებს, თეძოებს, მუცელს მიაქციეთ ყურადღება, მკერდს, ხრებს, კისერს და ბოლოს სახეს. ახლა თქვენთვის უბრალოდ დააკვირდით და ნახეთ თუ არის სადმე რაიმე დაჭიმულობა ან დაძაბულობა. არაფერი არ შეცვალოთ. ყურადღება მიაქციე უბრალოდ აი ამ დაჭიმულობას. სად არის განლაგებული სხეულში. უბრალოდ ყურადღება მიაქციე და ღრმად ისუნთქე. არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ ვაკვირდებით. ძალიან ხშირად, ეხლა კოუჩინგური მუშაობა რო გქონდეს, შეიძლება გვემუშავა თვითონ აი ამ ადგილზე, რას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს მდგომარეობა, ხო, ამ კუთხით გვეკვлия. მაგრამ
რასაც შეიძლება ამბობდეს, აი ეს, მოკლედ, ჯავშანი სხვადასხვა ფორმით სხეულში ამ დაჭიმულობის სახით ფორმირდება ხოლმე და რას აკეთებს მერე ეს დაჭიმულობა? სუნთქვასაც აიშვიათებს. თუ დააკვირდებით ამ დროს სუნთქვა როგორი გაქვთ და ერთი წუთი დააკვირდით ახლა თქვენ სუნთქვას. აი როგორია სუნთქვა. უბრალოდ ყურადღება გადაიტანეთ, ისევ არაფერი არ შეცვალო, უბრალოდ დააკვირდი სუნთქვას. შეიძლება ნახოთ, რომ ზედაპირული არის. აი აქ განსაკუთრებით ფეხები, ტერფები ვინც ახსენეთ და დაჭიმულობა იქ არის. შეიძლება ნახოთ, რომ სუნთქვა ცოტათი ზედაპირული გაქვთ. შეიძლება მკერდზე იყოს, მკერდის არეში აწყდებოდეს. ან შეიძლება მუცლით სუნთქავთ. როდესაც ენერგი დააკვირდით თქვენ სუნთქვას და ესეც გააზიარეთ, საინტერესო იქნება. რომ არ სუნთქავ. აი ძალიან კარგი დაკვირვება არის და კოუჩინგში როცა სხეულზე ორიენტირებულ მიდგომებს ვიყენებთ, ძალიან სასარგებლო არის სუნთქვაზე დაკვირვება, როგორ სუნთქავს ადამიანი, იმიტომ რომ როგორც წესი, ეს სხვადასხვა ბლოკები სუნთქვაში გამოიხატება იმით, რომ სუნთქვა ხდება ზედაპირული. ანუ ჩვეულებრივი ენერგია, როცა ენერგია თავისუფლად მოძრაობს სხეულში, სუნთქვა არის მშვიდი და ღრმა. და მხოლოდ ამ ცვლილებითაც კი შინაგანი მდგომარეობის ცვლილება ხდება და დააკვირდი თუ შეამჩნევ რომ სუნთქვა ზედაპირულია. აი მაგალითად ახლა ამ შეხვედრაზე სანამ მოვიდოდი, ჩემი ბავშვი გავიყვანე, მოკლედ სხვაგან და ფეხებით ანუ ამოვირბინე. სანამ სახში შემოვიდოდი, ამოვირბინე და რომ დავჯექი, გული მქონდა ისე აჩქარებული და თან სუნთქვა გახშირებული. როგორც კი ამას ვაკვირდები, როცა ჩაისუნთქავ ღრმად, აი ეს დაჭიმულობა, დაძაბულობა, შინაგანი მდგომარეობა იცვლება. სუნთქვასთან ერთად ენერგიის გათავისუფლებას როგორ ვეხმარებით კიდე. ერთ-ერთი და ერთადერთი ინსტრუმენტი არის, რომელიც ცნობიერად და არაცნობიერად ხდება ერთდროულად. სუნთქვა. ანუ ავტომატური მექანიზმი არის, ჩვენი ტვინი ამას ავტომატურად აკეთებს, მაგრამ ყოველთვის როცა სუნთქვას დააკვირდი, ასევე ირთვება ცნობიერი მექანიზმი. რამდენად ლოგიკურია, რასაც გეუბნებით. თუ დაკვირვები ხართ ამას. ანუ ყოველთვის როცა დაიწყე სუნთქვაზე დაკვირვება, გააღრმავე, ანუ მუცლამდე ჩაიტანე, დაჭიმულობა, დაძაბულობა იცვლება, როგორც წესი, სიხშირე მაინც, თუ 10-იანზე იყო, დააკვირდებით, რომ ცოტა შეიცვლება. და ასევე ჩვენი ნეოკორტექსი, ეგრეთ წოდებული ახალი ტვინი, რომელიც აზროვნებაზე არის პასუხისმგებელი, ასევე მის გააქტიურებას ვიწვევთ, იმიტომ რომ ცნობიერი დაკვირვება სუნთქვაზე ნიშნავს, რომ ეს ნაწილიც ჩაირთო. ანუ ავტომატური და ცნობიერი პარალელურად მუშაობს. ამიტომ ამ კუთხით არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან მარტივი და ძვირფასი ინსტრუმენტი, ესე ვიტყოდი. თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ხშირად გვავიწყდება, იმიტომ რომ როგორც თქვით, გონება არის წახალისებული, სხეული ცოტა დაჩრდილული ყავს, თითქოს არ არის მნიშვნელოვანი, არადა როცა დაჭიმული ვარ, დაძაბული ვარ, სუნთქვა ზედაპირული არის, ჩემი პოტენციალის რამდენი პროცენტი გამოვლინდება, ძალიან ცოტა როგორც წესი. ხო, აი გამოცდებზე იქნება თუ რაღაცა მნიშვნელოვანი შეხვედრა რომ აქვს სუნთქვა ზედაპირული თუ არის, როგორც წესი, ჩემი შესაძლებლობების ძალიან ცოტა პროცენტს გამოვავლენ. მაგრამ როგორც კი მაქვს ეს ინსტრუმენტი და ვმუშაობ და სხვათა შორის კოუჩინგშიც ერთ-ერთი არის თერაპიასთან ერთად, სადაც შეიძლება ვასწავლოთ ადამიანებს, ხო, გაუზიაროთ თუნდაც სწორი სუნთქვის ტექნიკა, ან როცა რაღაცა საკითხზე მუშაობს, აზიარებს დავაკვირდე როგორ სუნთქავს. ძალიან საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება ამითაც, ხო? თუ ზედაპირულია, მკერდით არის თუ მუცლით არის. და როგორც წესი, როცა სიღრმეში ჩავდივართ ხოლმე, რაღაცა მნიშვნელოვანი ემოციურ საკითხს ვეხებით, სუნთქვაც იცვლება და ღრმავდება და ამ კუთხითაც ძალიან სასარგებლო არის კოუჩისთვის შესამჩნევად. ანუ ეს ერთი მექანიზმი, რაც მეხმარება ჩემი ეგოს განვითარებაში. ანუ დავაკვირდე, ჩემს სხეულს სკანირება გავაკეთო, სად არის დაჭიმულობა და გავათავისუფლო იმით, რომ სუნთქავ. სუნთქვას ვაძლევ ფორმას და მიმართულებას. და სუნთქვა ერთ-ერთი ისეთი მომენტი არის, რომ ყველა ფერში შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ხო, არა მარტო ენერგიის გათავისუფლებაში, როგორც გითხარით, ამ აზროვნების წინ ნეოკორტექსის გავარჯიშებასაც ძალიან უწყობს ხელს. მეორე არის აქ და ახლა ყოფნა.
ანუ ჯანსაღი ეგო არის ჩვენი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია აქ და ახლა იყოს. კოუჩინგშიც გვაქვს ეს კომპეტენცია და ვიცით კოუჩებმა ძალიან პატივს სცემთ ხო რეალურად შეგეძლოს აქ და ახლა იყო, ეს არის ძალიან ღირებული, არა მარტო კომპეტენცია პრინციპში, მაგრამ სარგებლის მომტანი, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვახერხებთ კოუჩინგის პროცესში სრულად ჩართულობა, ეს ძალიან დიდ სარგებელს აძლევს ხოლმე თვითონ კლიენტს. და აქ და ახლა ყოფნას რა ეხმარება? დამიწებას ვეძახით ამას, როგორც წესი, აი ხა ფეხებში დაჭიმულობა, ვინც ახსენეთ, შეიძლება იყოს ამის ნიშანიც, ხო, რომ აქ და ახლა არ ვარ ბოლომდე, იმიტომ რომ დაჭიმულობა არის ფეხებში, ან სიმყარე არ მაქვს. როგორც კი ფეხებზე გადავიტანე ყურადღება და მოდი ვცადოთ ეხლაც. როგორც წესი ამ დროს ძალიან კარგი არის ხერხემალი იყოს გამართული. და ყურადღება გადაგვაქვს უბრალოდ ფეხის ტერფებზე. როგორ ეხება იატაკს, რამდენად მყარად გრძნობ თავს, ყურადღება გადაიტანე და უბრალოდ დააკვირდი როგორ არის ფეხის ტერფები. ისევ თვალები შეგიძლია რომ მოადუნო და წარმოსახვით ესეც აძლიერებს დამიწების განცდა, შეგიძლია წარმოიდგინო როგორ იზრდება ფესვები შენი ფეხებიდან და აი დედამიწას როგორ უკავშირდები ამ ფესვებით. სუნთქვასთან ერთად იგრძენი ეს კავშირი. ამ სუნთქვასთან ერთად შეგიძლია გათავისუფლდე ყველანაირი დაჭიმულობისგან, დაძაბულობისგან, ჩასუნთქვისას. იგრძენი ეს კავშირი შენი ტერფებით მიწასთან. არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ ყურადღება გვაქვს გადატანილი ფეხის ტერფებზე. და მესამე ასპექტი, დავაბრუნოთ ყურადღება და მესამე ასპექტი არის კონტაქტი. ჯანსაღი ეგოს შემთხვევაში ადამიანს შეუძლია და შეგვიძლია კონტაქტი დამამყაროთ და კონტაქტის დამყარება პირველ რიგში გამოიხატება თვალით კონტაქტთან. თვალით კონტაქტით ძალიან ხშირად, როცა ადამიანები საუბრობენ ხოლმე და თვალით ზერას არიდებენ თავს, თუ შეგიმჩნევიათ, გესაუბრება ადამიანი, ძალიან ხშირად ეს ახასიათებს ხოლმე განსაკუთრებით რაციონალურ ადამიანებს, ხო, გონებაში ვისაც უყვარს წასვლა, ზემოთ იყურება, საუბრობს და თვალით კონტაქტს არიდებს თავს. და მოდი ესეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ვისაც კამერები გაქვთ ჩართული და ვისაც არ გაქვთ, გთავაზობთ რომ ჩართოთ ერთი პატარა სახალისო ექსპერიმენტი მინდა რომ გავაკეთოთ. ნახოთ რამდენად გამოგვივა. მადლობა. ეხლა ეკრანზე თუ შეიძლება არჩიეთ ერთი ადამიანი ნებისმიერი, არ ვიცით ვის აარჩევთ და არც თქვენ იცით, შეიძლება ვინმე თუ გიყურებთ ეხლა ამ ეტაპზე და უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ ამ ადამიანს. დააკვირდეთ რა შეიძლება გრძნობდეს, ფიქრობდეს ეხლა. დაინტერესდით ამ ადამიანით. ყველანაირი განშის და შეფასების გარეშე უბრალოდ უყურეთ. რა შეიძლება გრძნობდეს, ფიქრობდეს. თუ რაიმე განსჯა შეფასება მოვა, ეცადეთ რომ გათავისუფლდეთ და უბრალოდ ცნობის მოყარეთ აღმოაჩინეთ ეს ადამიანი და იყავით მასთან ერთად. და ერთი სიტყვით გამიზიარეთ, როგორი იყო ეს გამოცდილება თქვენთვის. ჩატში რომ მოიწეროთ. თბილი სასიამოვნო, გადამდები, თბილი დადებითი, დაღლილი, მაგრამ მოსიყვარულე. უცნაური, ვისაც უყურებდი, მეგონა ისიც მე მიყურებდაო, სასიამოვნო, პოზიტიური. ეხლა ერთ სივრცეში რო ვიყოთ, ამის გაკეთება შეგვიძლია ხო, ეს თვალებში ყურება არის ძალიან მნიშვნელოვანი
ინფორმაციის მომცემიც, მოდი ესე ვთქვათ და კოუჩინგის პროცესში შეიძლება შეამჩნიოთ ეს, რომ ძალიან ხშირად ადამიანი გარბის და თვალით კონტაქტი და თვალით კონტაქტთან კონტაქტზე მოწვევა არის ძალიან საინტერესო. ეხმარება ეს ადამიანს, ანუ ჯანსაღი ეგოს განვითარებაში ასევე, იმიტომ რომ ეს არის ასევე მდგომარეობა, რომელიც საშუალებას მაძლევს თქვა არა, მოვინიშნო საზღვრები, გამოვავლინო ჩემი თავი, ხო, თითქოს ესეც ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც ამის არიდების სივრცე მიჩნდება, ან სურვილი მაქვს, რომ თავი ავარიდო, შეიძლება ამ გამოწვევის წინაშეც ვიდგე. და გვერდით რამდენად რელევანტური არის თქვენთვისაც, ხო, მათ შორის შეიძლება კლიენტებთანაც შეგიმჩნევიათ, ან თუ თავად ხარ კოუჩინგის პროცესში ამ კუთხით ჩართული, იმიტომ რომ როგორც წესი, როცა მყარა თუ არ შემიძლია საკუთარი თავის საზღვრების მონიშნა, თვალით კონტაქტით ძალიან ადვილად გამოგვდის ხოლმე ადამიანებს და ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ჯანსაღი ასპექტი და კოუჩინგის პროცესში შეიძლება ჩვენი კლიენტი მოვიწვიოთ ამ კუთხით, ხო, თუ ვატყობ, რომ თვალით ძალიან სხვაგან მიდის მუდმივად, შევთავაზო, რომ თვალებში მიყურო სხვათა შორის სხვადასხვა ძიმე ემოციური გამოცდილება როცა არის ხოლმე თვალებით კონტაქტი არის ერთ-ერთი რომელიც ამიწებს ადამიანს ხო აქ მოყავს პანიკური შეტევის დროს ხა ეს არ არის კოუჩინგის თუმცა როგორც კოუჩებიც ბევრ სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში შეიძლება რომ აღმოუჩნდეთ ხო ადამიანთან და თვალით კონტაქტი არის ერთ-ერთი რაც იმ დროს ძალიან ეხმარება რომ აქ და ახლა მოვიდეს ადამიანი იმიტომ რომ როგორც წესი ეს ნაწილი არ არის ხოლმე ან არ მუშაობს, ან არ არის აქტიური. მოდი ახლა ეგოს დროში მე მგონი ცოტა გავედით, მე თან მინდოდა რომ კითხვებზეც მეპასუხა, მოდი შეჯამების სახით ვიტყვი და მე კითხვა თუ გექნებათ ამ კითხვასაც ვეცდები რომ გაგიზიაროთ ერთი წუთი. ძალიან მიხარია რომ სასიამოვნო გამოცდილება მიიღეთ ამ პროცესში და ზოგადად ძალიან სასიამოვნო არის ეს კავშირი, როდესაც შეგვიძლია თვალით კონტაქტი, ხო და ჩვენი ეგოს ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ნაწილი არის. ეხლა კოუჩინგის პროცესში რა შეიძლება გავაკეთოთ? თითოეულ ფენაზე სამუშაოთ, მოდი ესე ვთქვათ, ხო, როგორ შეიძლება გავაძლიერო ეგო, როგორ შეიძლება ვემუშაო ჯავშანს და როგორ შეიძლება ვემუშაო პოტენციალს. პირველ რიგში პოტენციალის გაძლიერებაზე კოუჩინგში ვმუშაობთ ცნობიერებით და სურვილის გააქტიურებით, ხო? ანუ რა მინდა რეალურად ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, აი ამის გამოკვეთა. ეს ძალიან დიდ ძალას აძლევს ხოლმე ადამიანს. ჯავშანზე მუშაობა როგორც ხდება არის სხეულზე ყურადღების კონცენტრირება და სხეულზე ყურადღების გადატანა. სად გრძნობ ახლა სხეულში დაჭიმულობას, დაძაბულობას, ამის ამოცნობა და გამოხატვა. რა შეიძლება გეუბნებოდეს მაგალითად ეს დაჭიმულობა, დაძაბულობა, ხო, როგორც წეღან თქვით. ეს თითოეული შეგრძნება სხეულში რაც არის, შეიძლება მასთან კონტაქტი დავამყაროთ, ცნობიერება გავზარდოთ, კითხვები დავსვა, რას მეუბნება, რაზეა, საიდან მოდის, სად დაიბადა, რისი თქმა უნდა, რისი გამოხატვა უნდა, იმიტომ რომ ჯავშანი შეიქმნა იმაში, როცა ვერ გამოვხატე ეს ყველაფერი და ეხა ჯავშნის სახით ჩემს სხეულში ცხოვრობს და ჩემს პოტენციალს ფარავს. და კოუჩინგში რასაც ვაკეთებ, ანუ არის რომ ამ დაჭიმულობა ამოვიცნო და ცნობიერი გავხადო რა შეიძლება მეუბნებოდეს თუ რამის გამოხატვა უნდა ეს გამოვახატინო. აი დაახლოებით ჯავშანი ამ დროს როგორც რაღაცა ფურცელი მოხსნა, იგივე პრინციპით მუშაობს, ხო? როგორც კი გამოვუშვი, გამოვხატე, გავაცნობიერე, ერთი ძალიან დიდი ფენა შეიძლება მოიხსნას და გათავისუფლდეს ამით. ეგოს გაძლიერებას, ამ ეგოს ჯანსაღი სტრუქტურის გააქტიურებას ვაკეთებთ, რაც ეხმარება საბოლოო ჯამში, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ ჯანსაღი ეგოს მთავარი ფუნქცია არის ადამიანმა შეძლოს პასუხისმგებლობის აღება, ხო? და ის სამი ასპექტი, რაც გაგიზიარეთ, აქ და ახლა იყოს ენერგია გაათავისუფლოს, კონტაქტი შეძლოს, ამ სამივე ელემენტზე მუშაობა კოუჩინგის პროცესში ეხმარება, რომ თავის ჯავშანს გაუმკლავდეს, ეგო გააძლიეროს და შესაბამისად მერე პოტენციალს ჩაწვდეს. და საბოლოო ჯამში პოტენციალი არის რეალიზაციაზე, ხო? და ქმედებაში გამოხატავ, თვით გამოხატვაში, ანუ რაც მაშინ ვერ შეძლო, პირობითად ბავშვობაში და რაშიც ხელი შეეშალა, ეხლა რასაც გააცნობიერებს, ამის მოქმედებაში გადატანა და მნიშვნელოვნად
ეხმარება ხოლმე ამ ადამიანს და ესეც ერთ-ერთი კომპეტენცია, რაც განასხვავებს ხოლმე coaching თერაპიისგან, როგორც იცით, რომ მოქმედებაში გადავთარგმნოთ ნებისმიერი გაზრება, მიხვედრა თუ ინფორმაცია, რასაც მიიღებს, coaching-ი მთავრდება ყოველთვის იმით, რომ რას გააკეთებს, რა ახალ ნაბიჯს გადადგავს, როგორ უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი რეალიზდეს და ასე შემდეგ. აი ეს შეიძლება იყოს რაღაცა მარტივი სტრუქტურა ჩვენი ეგოს განვითარებისთვის და პოტენციალთან მისვლისთვის. მე მგონი ყველა კითხვაზე გავეცით მეტნაკლებად პასუხი. ეხლა თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ამ კითხვებს ვეცდები, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა დროში გადავაცილო, რადგან ისეთი დღე არის. დროის საზღვრებს დავიცავ, მაგრამ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. ირმას ვხედავ. შეიძლება. ესე იგი, მინდა დავიწყო მადლობას ბოლოში გადაგიხდი. მე ძალიან მენიშნა თვალით კონტაქტი და გაქცევის თემა. მიუხედავად იმისა, რომ coach სესიაზე კლიენტი შენ არ მოკავს და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად მოდის და შეიძლება მეათედ მოდის, გაქცევის ყველაზე ესეთი კარგი გამოვლინება არის ის, რომ თვალში არ გეყურებს, თვალებში არ გეყურებს. და საინტერესოა ხოლმე ის, რომ როდესაც ეს შემინიშნავს, რატომღაც დამილინკავს იმასთან, რომ ალბათ ამ კითხვაზე და ამ თემაზე მას ახლა არ უნდა საუბარი. და აი თვალით კონტაქტის როდესაც არ აქვს ვერ ამყარებს თვალით კონტაქტს, ღიად ვეკითხებ, მე თუ სწორად მესმის და ვუკონკრეტებ. ეს ამას ნიშნავს და როგორც წესი 99%-ში ეს ამას ნიშნავს. ამიტომ მადლობა აი ამ გაზიარებისთვის და მე ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში ფაქტია რომ შენ ძალიან ღრმა გაქვს შესწავლილი ეს და ძალიან ღრმა დაკვირვებები გაქვს და თუ შეიძლება რომ ორი სიტყვით გაგვიზიარო როგორ გაგზარდა ამ დაკვირვებამ როგორც coach. საინტერესო კითხვა არის. როგორც შესავალში ვახსენე, ანუ პოტენციალი ადამიანური არის, რაც ჩემთვის არის ძალიან რელევანტური, აქტუალური, ალბათ იმიტომაც, რომ მე თვითონ ინტენსიურად მუშაობ საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაზე და შესაბამისად ადამიანებისთვისაც ამ კუთხით ვცდილობ, რომ სარგებელი მოვიტანო და თავარი ალბათ რაც მომცა და რაშიც დამეხმარა, არის მოსმენა. ღრმა მოსმენის შესაძლებლობას იძლევა, როცა სხვადასხვა ესეთ პრაქტიკას ვაკეთებთ. და კონტეინირების შესაძლებლობას, ანუ სივრცის მიცემას ადამიანისთვის, ხო? როცა შეგვიძლია, რომ სხეული გავათავისუფლოთ, რაღაცნაირად დავცარიელდეთ, ეს სივრცეს ქმნის, სადაც პოტენციალის გამოვლენა შეიძლება მოხდეს. მე თუ ჩემი დაჭიმულობით, დაძაბულობით, ჯავშნებით, ეგოს არაჯანსაღი მექანიზმებით მოვდივარ და ბუნებრივია რომ მოვდივართ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეს და ამის უარყოფა უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა წინააღმდეგობაში ვარ, ხო, მაგრამ ამის გაცნობა ამ მექანიზმების საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დავცალო, გავათავისუფლო ჩემი თავი, რომ სივრცე შევქმნა მეორე ადამიანისთვის და აი ამ კუთხით არის მგონია ყველაზე ღირებული ეს პრაქტიკები და ეს დაკვირვებები. მე თუ სწორად გავიგე, უცებ coaching-ს დაგიბრუნო, როგორც coach-ის შენი მუშაობა მეტად ეკოლოგიური გახდა. კი, შეიძლება ესეც ვთქვათ. ეკოლოგიურიც და ხო, ეფექტურიც ალბათ. თუმცა ჯერ ზრდის ზონა კიდევ ბევრია. იმიტომ რომ რაც უფრო მეც ვსწავლობ, ამაში ყოველთვის უფრო და უფრო ვწმუნდები. ჩემი გაცნობიერება მანდ იყო, რომ აი ასეთი დაკვირვება მეტად ეკოლოგიურს ხდეს coach-ის მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა განცემ. მადლობა. და დავამთავროთ ესე, მარიამს ის უნდოდა ენერგია და ზოგადად ენერგიისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის სხეულის ცვლილება. და მოდი ახლა ესეთ პატარა სავარჯიშო ექსპერიმენტს გთავაზობთ, ფეხზე ავდგეთ უბრალოდ. თქვენ სივრცეში სადაც ხართ. იატაკზე მყარად იგრძენი ფეხები, ხერხემალი გამართული. დოინჯი წელზე, ხრები გამართეთ. თავი სწორად და გაიღიმე. და შენს თავს უთხარი რაიმე დადებითი, ეხლა რასაც ფიქრობ, რაიმე კომპლიმენტი.
შეიძლება რაღაცა გამოწვევის წინაშე ხარ და ცოტათი რომ წაახალისო. მაგალითად შეგიძლია, გამოგივა, ძალიან მაგარი ხარ, ნებისმიერი ესეთი დადებითი ფიქრი გაუშვი და თან ღიმილი არ დაგავიწყდეს. და ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. აბა როგორ ხართ? ჩვენ შინაგან მდგომარეობას კოუჩინგშიც ნებისმიერ სხვადასხვა პრაქტიკაშიც მუშაობთ გონებით, მუშაობთ მეტყველებაზე, ხო, მაგრამ სხეულის ცვლილება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი. როგორც წესი, როცა რაღაცა ფიქრებში მივდივართ, ან რაღაცა უარყოფითი კრიზისული გამოცდილება არის, სხეულიც კოლაფსდება ხოლმე თუ დააკვირდებით. რაღაცა ჩამოდის, პატარავდება. და როგორც კი შეცვალეს სხეული, შინაგანი მდგომარეობა აუცილებლად იცვლება. მიდასტურებთ, როგორ ხართ? გვანცა შეიძლება გავაზიარო ჩემი აზრი. უბრალოდ ჩემი გაცნობიერება. ძალიან საინტერესო იყო, ეხლა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ პირველად, როდესაც გითხარი, რომ დავკვირვებოდით სუნთქვას და დაჭიმულობას სხეულზე, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ესეთი ფაქტი, რომ შენ თქვი, რომ ვაკვირდებით, მაგრამ არაფერს არ ვცვლით. და ჩემი დაკვირვება ესეთი იყო, როგორც კი დავაკვირდი და გადავიტანე ყურადღება სხეულზე, მაშინვე შევცვალე, იმიტომ რომ ეს დაკვირვება იყო თვითონ ცვლილება, იმიტომ რომ როგორც კი მივხვდი რომ რაღაც გქონდა დაჭიმული, აღარ მომეწონა რომ ეს დაჭიმული ყოფილიყო და შევცვალე და ეგ ძალიან საინტერესო იყო და დამაკავშირა იმ სიტყვებთან, რითიც რეალურად ჩვენ დაიწყე ეს ვებინარი, რომ ჩვენი პოტენციალის რეალიზაციაო არის სხეულშიო და მართლა ვიგრძენი ეს სხეულებრივად, როგორც კი დავაკვირდი სხეულს, სუნთქვას, დაჭიმულობას, მაშინვე მომინდა რომ ცვლილება განმახორციელოს. მომინდა კი არა, მაშინვე შემეცვალა. შემეცვლევინა. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა სოფიო. კი, ზუსტად ეგრე ხდება და ყურადღების მიქცევაც კი რაღაც ცვლილებას იწყებს. და კოუჩებისთვის ეგ არის კითხვა, რომ ეხლა რას გრძნობ სხეულში. განსაკუთრებით გონებაში, როცა მიდის ადამიანი, აი ძალიან კარგი ჩამომყვანი სხეულში დამაბრუნებელი კითხვა არის, რომ ეხლა რას გრძნობ სხეულში, რა ხდება? სად არის რაღაცა დაჭიმულობა, შეგრძნება, რა არის აქტიური ეხლა და რაღაცა გონება უკვე რა სწავლობს, იცი, რომ მოდი ამასაც ვიტყვი ამ ერთ ფრაზასაც, იმიტომ რომ თავის დროზე ჩემთან ძალიან რეზონანსში მოვიდა, გონებაში გაქცევა არის ეგეთი ტერმინი. და გონებაში გარბის სხეული მაშინ, როცა აქ ტკივილის განცდა არ უნდა. და ამ კითხვებით და სხეულზე დაკვირვებით, სუნთქვაზე დაკვირვებით, ნელ-ნელა სხეული ჩამოყვავს, გონება ჩამოყვავს სხეულში და როცა ხვდება, რომ აქ საშიში არაფერი აღარ არის და ამ ტკივილის თუნდაც იმ ემოციური მდგომარეობის განცდა უკვე შეუძლია, მერე ცხოვრება მეტად აღქმადი ხდება, იმიტომ რომ აქ ვართ და ახლა ვართ და როცა გონებაში ვართ, არაზრუს აქ და ახლა არ ვართ როგორც წესი. მადლობა და ერთი სიტყვით, ერთი წინადადებით, რამი გაქვთ დღევანდელი შეხვედრიდან, რომ მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის და მოკლედ სიტყვაზე გიჭერთ. არა Zoom-ის სივრცეში კოუჩებისთვის. დანარჩენებზე მე ვიზრუნოთ ჯერ კოუჩებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ დათმობისთვის და დანარჩენ სემინარებზეც და ვებინარებზეც გელოდებით ყველას. მადლობა გვანცა, მადლობა ყველას. მადლობა. ბედნიერად მადლობა. მადლობა.